კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ჩვენი კომისია აგრძელებს საჯარო სხდომების ფორმატში შეხვედრებს და მუშაობას და ჩვენ ახლა ქსნის ნომერ 15 პენიტენციური დაწესებულებიდან გვერდება მსჯავრდებული ბატონი კახა მაღლაკელიძე, რომელსაც მივესალმები. ჩვენი სხდომა პირდაპირ ეთერით გადაიცემა საზოგადოებრივ საპარლამენტო ტელეარხზე, ასევე ტელეარხით მაესტრო, მათ ორივე არხს და მის თანამშრომლებს უხდი მადლობას, ასევე პარლამენტის ვებგვერდზე არის პირდაპირ ჩართული და Facebook გვერდებზე, როგორც პარლამენტისა, ასევე ჩვენი კომისიის Facebook გვერდზე. ბატონო კახა, მოგესალმებით და ასევე მივესალმები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და მადლობას ვუხდი ამ პირდაპირ ჩართვის ორგანიზებისათვის. ბატონო კახა და ძვირფასო კომისიის წევრებო, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიხილავთ იმ საქმის ფაბულას, ეს პროკურატურისა და სასამართლოს საქმეა, რომელიც არის ბატონი კახა მაღლაკელიძის სისხლის სამართლის საქმე, ჩვენ ამაზე დღეს არ ვსაუბრობთ. ჩვენ გვაინტერესებს ბატონი კახასგან წინა ხელისუფლების დროს 2003-2012 წლებში თუ ბრძანდებოდით საპატიმრო დაწესებულებაში, რომელ წლებში, რა პირობებში, ეხლა რომელ დაწესებულებაში ხართ, რა პირობებში და საპატიმრო პირობებში, დაკავების პირობებზე, თავისუფლების აღკვეთის პირობებზე, რომ გვესაუბროთ დეტალურად და ვრცლად თუ შეიძლება. თხოვნა არის ტექნიკური, ასეთი რომ როდესაც ბატონი კახა ისაუბრებს, მაშინ ჩვენ ყველამ გავთიშოთ მიკროფონები, რომ ბატონ კახას არ შეეშალოს ხელი ჩვენთვის ხმის მოწვდენაში. ბატონო კახა, თავისუფალი თხრობის რეჟიმში გთხოვთ გითხრათ პირველად როდის მოხვდით საპატიმროში, რა პირობები გაიარეთ, დღეს სად იმყოფებით და რა პირობებში ბრძანდებით თუ შეიძლება. მოგესალმებით თავმჯდომარე, ბატონო კომისიის წევრებო. მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენთან მომეცათ საშუალება და ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. თავიდან სანამ საუბარს დავიწყებ, მინდა აღვნიშნო, რომ 22 წელიწადია საჟეს ვიქდი და ცოტა ჟარგონულად გამომივიდეს რაღაცა საუბარი და მაგაზე წინასწარ ვიქდი დიდ ბოდიში. მე დამაგარეს 2003 წელს, რაღაც მქონდა წაგერებული 109 მუხლები, 179-ის მეორე ნაწილი და 236 მუხლები, რომელიც გინდა გითხრათ სიმართლე არ ჩამიგდენია. საჯერის მოხდა დამისე თბილისის ოთაჭალის ციხიდან. ამ დროს მოვიდა ეს რეჟიმი, როცა ციხე უკვე დაერქვა და იზრდებოდა საქმეები, რამ 25 კაცი არის, 24 კაცი არის საქმეში, ვიყავით 120 კაცი, 130 კაცი, 140 კაცი. 2000 ამის შემდეგ 2005 წლის ოცახის გამოსამართლეს და გადმოუყენეს ქსნის დაწესებულებაში. ამ დროს 2005 წელს უკვე ოდის ბაჩუ ახალაია და იწყება აქედან ეს ყველაფერი. მე გადავყვარს ქუთაისის ციხე, რომ მაშინ ახალი გახსნილი იყო, გადავიყვანეს რამოდენიმე პატიმარი, იქ პირადად შეხვდა ბაჩუ ახალაია, თავის სპეცნაზი იყო თუ რაღაც მასკებით იყვნენ. და პირადად შეხვდა ბაჩუ ახალაია და მე ვფიქრობ რა ეს ეხავდა, და მეც ვუთხარი, ჩემი ეცნებოდა რატომ მოკალიო და უმოწყალედ ვცემდა. ცემა რატომ მოკალია და მე ვუთხარი არ ჩამიდენია თქვა, იქ ავი ვქონახსე ესეც არ შემიძლია რა. ცემდა რა თავგამეტებით და კიდე რამოდენიმე მასთან ერთად ყოფი. შემდეგ დაგვანაწილეს საქმეში. მე თავიდან მქონდა მოჟილი 100-ზე 14 წელიდან 100 მუხლი და 236 მუხლი მქონდა ძიებაში დაბრუნებული. ერთ თვეში, მე მაისის თვეში, 6 თვეში გადმოვიყვანეს ესეც თბილისის ციხეზე. იქ უკვე ციხეს ეტყობოდა თავიდან გავიარეს კარანტინი, ეს ცემები, ეს ყველაფერი და ამოყენეს საკანში სადაც ამფერტი
150 კაცი ხალხი ისე იტანჯებოდა და ისე დღეში შავი ძრემლები იყო სტონგებზე მიმული. რომ საკუთი არის როგორ უნდა დაეძინა 4 კაცი ხდებოდა ერთ საკუთზე 5 კაცი ასეთი ის ცუდის გომარეობა იყო. დამეწყო სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ ყოველთვის დაყვანის შემდეგ ცელდა ეს ბადრაგებიც ასეთებოდა რასაც არ ვიცი რომ აღიერა რა აღიერებოდა ასე და ასე და სულ ეს სკაპე მაგალითად სასამართლო და ამ შუალედში ჩემი გადაყვანა მოხდა თბილისის ეგრეთწოდებულ კრეჩი ორთაჭარის იქ გამოაცხადა შიმშილობა ჩემს საქმესთან დაკავშირებით იქ არც მატრასი მომწეს, არც რაღაცა ბადვაში გადამოყვანეს საშიმშილოთან. თვითონ მაშინ იყო დირექტორი იმედა ასანიძე და სამჯერ მოშიმშილია მაშინ შიმშილობდი და სამჯერ ცემა რატო შიმშილობდა ამის გამო. არც მატრასი და არაფერი და ბოლოს შეწყვიტე შიმშილობა არ მოყოლეს კორპუსზე. გამასამართლეს მომისაჯეს პარტიის 25 წლის თავისუფლების აღკვეთა. მაგის შემდეგ გადამოყვანეს რუსთავის მეორე კოლონიაში. მე როგორც ვიცი სულწები რა სახალხო დამცველს ბატონსობა თქვენ პირადად ისუდა აქედან მეზეობა საშუალება რომ მადლობა გადაუხადე მას ჩემი საქმე იცის და მიმართა მაშინ სასამართლოს ჩემი საქმე გადახედელი იყო იქ რამოდენიმეჯერ საჩივარის დამწერებთან ცელებთან დაკავშირებით ამ წამებებთან დაკავშირებით და პირადადაც შევხვდი რა თქმა უნდა ბატონსობას კიდევ ერთხელ და მადლობა გადაუხადე ძალიან დიდი დახმარება გამოიწვია მაგის შემდეგ გაიცა რუსთავის მე-16 დაწესებულება იქ გადავიყვანე და იქ საშინელება იყო მიღების დროს არ ვიცი რა როგორ და ალმატურით ვცემეს ალმატურით დაგიგია თქვენდე ალმატურებით ვცემეს ალმატურებს გვაღუნავდე თავებზე რა მაგალითად ვცემეს უკვე და მაშინ როგორი ის იყო იცი ეტაპში რომ მიყავით ასაცაც რაღაც არაფერს არ გადაგე რაც გეხო უნდა წაგებოდა მე ახლა თავისი ორი შარვალი ორი მაიკა ასე რაღაცა და ჩხრეკაზე რომ გახსნეს ამის გულისაცემეს რატო კიდე ორი შარვალი ნაცემი ვიყავი და კიდე იცემეს შემდეგ გამონაწილეს საგნებში და საგამოსაც უნდა ვიყავი შეგვაწყვეტა დამტკივილები დაუძახე ექიმს და ამ დროს ამოვიდა იგი თვითონ დირექტორი იყო გოგა ეკრაველიძე ერთი მახსოვს გულიაშვილი კიდე თანამშრომელი უსაფრთხოების თანამშრომელი იყო გამიყვანა მთელი საქმე და ჩემს თავს არის მოწყობილ ფეხები ციხლები თუ გაეღეს უყოლას მისი გულიზა წემდე ციხლები წემს მეორე დღეს კიდე დილა გახერდა შამოდი ექიმები უკან მოყვა თანამშრომელი და გვეუბნება რომ ვინმეს მომ დაზიანება და თავი გვანიშნებს რომ ვიტყვი არაფერი არ გაქვს უკან არის იქ ისეთი საშინელებები ხდებოდა რა ვიცი სახის ღამი მესწოდა მიღების დროს ქესაც ახლა მაგ მომახსენდება ცუდავთები ღამეთა ცუდავთებია ძილიც აღარ ისეთი ცუდღეში და იქ მოვიდობე თუ დაგვეწე როცა საჩინები მიგვემართა ამის საუბარზე და არ ვიცი საიდან გაიგეს როგორ გაიგეს და გადამოყვანეს მე-6 დაწესებულებაში ამის გამო იქ მიღების დროს დაფთა ჯონი ივანაშვილი უსაფრთხოების უფროსი იმან რა ვიცი გაგიწა ისე ვცემდა მე გავიძიშებოდა წყალდაბოსხება მოგვასულიერებ და კიდე გაგულახავდა კიდე წყალდაბოსხება და ასე გძელდებოდა რა ვიცი ალბათ 2-3 საათი და მაშინ მეუბნება დაწერე ახლა საჩინები თუ ბიჭი ხარო და გაგვაჩერეს კარანტინში ახალი წელი შობა და ძველი თახაზე საფცი ისე მეგონა ალბათ იქ დავხავდებოდა კიდე ახალაგებია იქ გამოიჩეოდა კიდე ასეთი თანამშრომელი იყო ხაჯაია როცა ჩხრეკა კეთდებოდა სულ შემოდიდა სულ ყოველწლში ვცემდა უმოწყალო და ისე რა უნდა გითხრათ მაგის შემდეგ უკვე
შეიცვალა რეჟიმიც, გადმომიყვანეს ისევ უკან კოლონიაში დამაბრუნეს. ხო და იმას აღნიშნე კიდე რა იცი შიერი ვიზინები შიერი მიგვიძებენ. სამები იყო რა ვიცი ასე ზახტერი მას მე არ ვიცი ხეთკები ძაც ხათელის ხავი ბუმბული ყველაფერი ერთად იყო ჩაყრილი. არამედ გრანდების ოპერაცია უნდა გამეკეთები არდათან საოპერაციო და მე შემდეგ ამის მერე ეს ავასახსენებელი რეჟიმი უწევდა და მადლობა თქვენ ამის გამო დაბრუნდით ხელისუფლებაში ოპერაციას გავიგეთ გითხრათ იმათე დედაჩემ და სალაპარაკოზე მირიცხავს ანგარის მაღაზიაში და საავადმყოფოში უკვე იმდენი სწავლებია ყოფნის ასე ჩება კიდევაც ამას ვაბუქს უნივერსიტეტის გეოლოგია არ ვიძახე ფაცენ ნიშნის მოსაგებად და რა ვიცი ეს მინდოდა რა მე თქვა და იმდენი რამე ხდებოდა ბევრსა არ მოგაგეთ მის მოუჯახით რომ გაიგოს საშინელებები ხდებოდა მე რაც მოყევი ეს კიდე მონადოლია იმას თაფლადებს ემაში პატარ-პატარა ცემებს კიდე მე არ ყოფილი ავასახე ბატონო კახა გესმით ჩემი ხმა არ შეკითხვა ვერ გავიგე არის მის კარგი ხმა თუ გესმით და შეკითხვას დავსვამ გესმით ხმა სპილმა დაიწყო და ალბათ მაგის გამო არის რაღაცა ფარვეზე ხმა არ ისმის ჩვენ ვუსმენთ ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულს კახა მაღლაკელიძეს გესმით ბატონო კახა ჩემი ხმა კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება იმ სასჯელ ახსულების დაწესებულება ერქვა მაშინ სასჯელ ახსულების დაწესებულებებში სადაც თქვენ იყავით ყველგან იყო გადატვირთულობა თუ იყო ისეთი საკანი სადაც თქვენ გქონდათ რეალურად 9 წელი მოგიწიათ ხო წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად 9 წელი უწყვეტად იყავით ციხეში გქონდათ თუ არა ერთხელ მაინც 9 წლის განმავლობაში საწოლით გქონდათ საწოლი თქვენი ერთხელ მაინც რომელშიც სხვა არ იძინებდა მაგათ აპდეიტი წელი 9 წელი მეტაიქონოდა შემისა ხანი გვეძინა შემისაწოლი არადის აქ ისეთი პერიოდი იყო მაგათ აპდეიტი ქონოდა შემისაწოლი რიგრიგობით გეძინათ დიახ მიყუდებულს კედელზე გეძინათ. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, თქვენ თქვით, რომ ოპერაცია უკვე ხელისუფლების ცვლილების მერე როგორც იქნა ჩაიტარეთ და ამბულატორიული მკურნალობა ერთი წუთით მე კრიჩი როცა გადავიყვანეს იქ იყო ასეთი რეჟიმის უპროფის თანამშრომელი გოგა ბუტლიაშვილი რომელმაც რიჟემის დროს იქ უთხრა რომ ჯერ იქ მე ვიახო იქ გამიხეს მე და ხერხემალი დამეზიარეს ისე ცემეს რომ წერში მომხარეს და მე მუხრები დამა შემახტა ხერხემალზე მის მერე მე დამეზიარდა ხერხემალი და დღესაც მაგაზე ვკურვავ გასაგებია თქვენ ბრძანეთ რომ არაერთხელ გცემდნენ სისტემატური ხასიათი ქონდა ამას ცემის შემდეგ თუ იყო რაიმე სამედიცინო ზრუნველობა ექიმები ხომ არ იყვნენ ასე ვთქვათ მცემელები უშუალოდ როდესაც ეს ცემის ავტორები გადიოდნენ საკნიდან ან მოგშორდებოდნენ ექიმი თუ მოდიოდა ან ექთანი რომელიც მოგივლიდათ ზრუნველობას აღმოგიჩენდა თუ ეს ერთი სისტემა იყო აი ქალბატონო ყურადღება სადაფუძნებაც ამაგდეკრონი და იმასაც ჩვენი ხალხები თუ შევეძებთ გასაგებია საჭმელზე ბრძანეთ რომ საკვები იყო უხარისხო და აბა როგორი შიერი იძინებდეთ სხვა პატიმრის მიმართ არა ადამიანურ მოპყრობას ან წამებას თუ შესწრები ხართ რომელიმე დაწესებულებაში. რამდენჯერაც გინდა მე ვთქვი თავიდანვე დაყოფილსი რომ ეს ჩემი ალბათ გუმარება მონაგუნია. უფრო ვარესები ხდებოდა. მე ახლა ინგლისის დეპარტამენტის გარეშე მე იმას სახელმწიფოს მე დავასახებ. ეს ხდებოდა
საშინელებები ამის დაჯერებაც შეუძლებელია ისეთი რა ხდებოდა შეუძლებელია მაგის ყველაფრის დაჯერება მე ხარდა ისეთი ფილმები შეგვედია და ისეთი რამ მოუყოლია ჩემზე ამ მე თვითონ შეშინები გასაგებია წევრებს ვთხოვ თუ აქვს შეკითხვები ბატონი სოზარი ბატონო ალუდა კითხვა მოგესალმებით კახა ბატონო ერთი კითხვა გამარჯობა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ თუ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფა თქვენზე ან თქვენს ირგვლივ რომელიმე პატიმარზე არასოდეს არ გამიგია სიტყვიერი არა პირიქით ბუნტის 2006 წლის 27 მარტი ციხის ბუნტი მაშინ მე-5-ში იყავით ჯერ კიდევ თუ უკვე გადასული იყავით არა შენ გადავიყვანეს ქუთაისში დაგეკილები ვიყავით და როცა ვიყავით 17 წლის მერე საქმეების ხარებები გავიდეთ მაშინ რომ ციხეში მოხდა ბუნტი კი ბატონო მე-16 დაწესებულება მაინც ინფორმაციას მოვყვები ერთს იმიტომ რომ მართლა ამ ყველაფრის მოწმევა მე-16 დაწესებულება არის რამდენიმე თვის გახსნილი და შედარებით ისეთი გარემონტებული გადაწყვიტეს მაშინდელმა ადმინისტრაციამ რომ მიეყვანათ ამ საპრობილეში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბატონი თომას ჰამარბერგი მივედით მათ შორის საავადმყოფოში შეგვიყვანეს და გახსნილი ალბათ 1-5-6 თვის საავადმყოფო არის გახსნილი ერთი დღის ჰამარბერგის მისვლის წინა დღეს რო შევედით საავადმყოფოში ყველას ვეკითხები როდის მოგიყვანეს აქ როდის გადმოგიყვანეს ყველა ამბობს რომ გუშინ და ჰამარბერგი მეკითხება რომ კი მაგრამ რა ხდებაო თვითონ დაიწყო კითხვა ყველას რა ისა ადმინისტრაციას ეკითხება გუშინ რატო არის ყველა გადმოყვანილიო და აქამდე არავის არ სჭირდებოდა აი წარმოგიდგენიათ ესე იგი საპატიმრო სადაც იყო იმ დროისთვის 3000 პატიმარი რამდენიმე თვის განმავლობაში არც ერთი ადამიანი საპატიმროში არ გადაუყვანიათ ისა საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ სანამ ადამიანის უფლებათა უმაღლეს ევროსაბჭოს კომისარი არ მივიდა იმ საპრობილეში აი ეს ხო დამოკიდებულება პატიმრების მიმართ პერიოდულად რაღაცებს ვიხსენებ ხოლმე და მოყვები და იმ მე-5 საპრობილებზეც რო ამბობდა არაერთხელ გვითქვამს მაგრამ 120-130 კაცს რო ეძინა 20 საწოლიან საკანში ადამიანები ზეწარს ან რამე ტანსაცმელს ესე წელზე შემოიხვევდნენ და 2 სართულიანი საწოლები იყო იმაზე ჩამოკიდებულებს ეძინათ რომ აი არ წაქცეულიყვნენ რომ ბეტონზე არ მოსულოდა ძილი ეს იყო ეს პირობები რაც იქ არსებობდა ბატონი თენგიზი მოგესალმებით გამარჯობა ახლა თქვენ ამბობთ რომ მაშინ პრაქტიკულად მშიერი იყვიძებდით და მშიერი იძინებდით სამედიცინო მომსახურებაზეც მაშინდელზეც ისაუბრეთ აი ახლა კვების თვალსაზრისით რა მდგომარეობა დარწმუნებული ვარ რომ საკუთარი საწოლი ახლა გააქვთ და არავისთან გაზიარება არ გიწევთ ხო რა თქმა უნდა კი ყველაფერი მოხდეს ხო და კვებასთან დაკავშირებით რამე დამატებითი საჭიროა თუ რასაც ციხე გთავაზობთ ის საკვები საკმარისია ნორმალური კვებისათვის ციხის საკვები იმდენი არის ბატონო უკვე მე მაღაზიას ფაქტურად აღარ ვაჭრობ არჩილები ციხის მაღაზიით აღარ ვსაგებ იმიტომ რომ არ არის საჭირო სამედიცინო მომსახურებაც როცა საჭიროა არის დროული დიახ რა თქმა უნდა დღესაც უნდა კარგით მადლობთ ესე იგი შემოთავაზებული უფასო საკვები ყოფნით ისე რომ მაღაზიაში დამატება აღარ გჭირდებათ რაც ფასიანია დიახ კარგი ბატონო კახა მადლობა რომ დათანხმდით ჩართვას თქვენ იცით რომ ჩვენი კომისია შეადგენს დასკვნას სადაც უნდა აისახოს ის პირობები რა პირობებშიც პატიმრები იმყოფებოდნენ 2003-2012 წლებში მისთვის ვინც ეს არ იცის ახალგაზრდები გვისმენენ ან არ აქვს სამართლებრივი განათლება ალბათ უნდა ვთქვათ რაც მე დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან კარგად იცით იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პატიმრებმა ადამიანის უფლებების სამართალი და სისხლის სამართლის კოდექსი ჩვენზე უკეთ იციან ხოლმე მათთვის ვინც არ იცის უნდა ავხსნათ რომ პატიმარი როცა ხდება საპატიმროში რაც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი
არ აქვს მნიშვნელობა არც მუხს, არც სასჯელის სიმძიმეს და წლების ოდენობას. ნორმალურ სახელმწიფოში მან უნდა მოიხადოს მხოლოდ ის სასჯელი, რაც მიუხსაჯა მოსამართლემ და არავის აქვს უფლება, რომ საკანში სასჯელახსრულების დაწესებულებაში მას ზემოდან დაუმატოს რაიმე ტიპის სასჯელი. იქნება ეს შიმშილი, იქნება ეს სამედიცინო დახმარების უფლებაზე უარი, ცემა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ყოველივე ეს არის თავის მხრივ სახელმწიფოს ხელით ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად ის, რომ მაშინდელ საპატიმროებში არ იყო ადამიანის უფლებები დაცული და არაერთი პატიმარი სწორედ სასჯელახსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა მოუვლელობით, წამების შედეგად, ეპიდემიის შედეგად, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს დასკვნაში და რომ ხართ ამის ყველაფრის ცოცხალი მოწმე და ჩაგვერთეთ კომისიაზე პირდაპირ, ამისთვის თქვენ მადლობა და პენიტენციურ სამსახურს და თქვენი დაწესებულების თანამშრომლებს დიდი მადლობა კომისიის სახელით. ბრძანეთ რისი თქმაც გინდათ და დაგემშვიდობებით თუ შეიძლება. მე დავამატებ ერთ იმას კიდე რომ დღესდღეობით ამათ ტელევიზიით რო ხედავ რომელსაც სულძავს ნერვები მეშტობა ესენი როგორ შეიძლება ეს გამოდიოდა და რაღაცას იასაკეთებდა და მორალზე გველაპარაკებოდა თან ჩემზე უმეტესად ეს არავინ არ იცის ეს არასამთავრობოებზე მე ერთი აღნიშნო თალბატონი თუ კიდე ეს ასვლიშვილი რამოდენიმეჯერ მივწერეთ და არც ერთი და მე ამოხმაურება ეს აყოფილი მე გეტყვით რა უნდა გქნათ მე გეტყვით რა უნდა გქნათ რომ აქტიურად მე გეტყვით ბატონო მე გეტყვით რა უნდა გქნათ არასამთავრობოებზე რო ახსენეთ რა უნდა გქნათ რომ გამოგეხმაუროთ მე გეტყვით უთხარით რომ მიხეილ სააკაშვილი ხართ მიწერეთ და იმ წუთას გამოგეხმაურებიანთ მადლობა ხო ეს რა თქმა უნდა ირონიით ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი აინტერესებს პატიმარი რომელიც ყვება მის წამებაზე ყვება რომ აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა თვით ნინო ლომჯარიაც კი რომელიც სახალხო დამცველი იყო მე მაშინ იუსტიციის მინისტრი გახდით ალბათ გახსოვთ ბატონო კახა მე ხომ ვხედავდი სახალხო დამცველი რომელ პატიმართან რომელზე მზრუნველობაც ჩემი პასუხისმგებლობა იყო მოდიოდა და არ მოდიოდა ვანო მერაბიშვილის და სხვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პატიმრების გარდა ნინო ლომჯარია სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ არც ერთი პატიმრის ბედით ჩემი იუსტიციის მინისტრობის ჟამს არ დაინტერესებულა როდესაც მე პარლამენტში ვთქვი ატყდა ჟივილხივილი არასამთავრობო ორგანიზაციების ოპოზიციის და ნაციონალური მოძრაობის და თავად ნინო ლომჯარიასი რომ როგორ თუ ვაკადრე სიმართლის თქმა ამიტომ თქვენ მესმის რომ გიკვირთ მაგრამ არ გაგიკვირდეთ იმიტომ რომ რეალურად ისინი ადამიანის უფლებებზე არ მუშაობენ ისინი მუშაობენ იმისთვის რომ როგორმე ისევ ნაციონალური მოძრაობა დააბრუნონ ხელისუფლებაში მაგრამ ჩვენ ამას ვინც თავისუფლებაზე ვართ და ისინი ვინც თავისუფლებაზე დროებით არ იმყოფებით ამას რა თქმა უნდა არ დაუშვებთ წარმატებებს გისურვებთ ბატონო კახა კიდევ ერთხელ კომისიის სახელით მადლობას გიხდით რომ ჩაგვერთეთ ქსნის მე-15 დაწესებულებიდან მადლობა თქვენს ასევე ნახვამდის ნახვამდის გაგათანებთ კარგი, ჩვენ ახსნა განმარტებაზე მომსვლელი და მოსასმენი პირების გამოსვლები ამით ამოვწურეთ. სამდივნოს მინდა ვკითხო, ხომ არ გამოცხადებულა ბატონი გივით არგამაძე, ან ხომ არ დაურეკავს, არ გამოსულა ბატონი გივით არგამაძე კონტაქტზე.
შესაბამისად ჩვენ როდესაც გავმართავთ მომდევნო სხდომას ეს იქნება უკვე ხარების დღესასწაულის მომდევნო დღეს 8 აპრილს ჩვენ გვექნება სხდომა დღეს ჩვენი ბოლო სხდომა ამ კვირაში ხვალ პლენარული სხდომა გახლავთ ვინც არ იცის საქართველოს პარლამენტის რომელზეც განიხილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი უნდა განიხილოს პარლამენტმა შესაბამისად კომისია ვერ შეძლებს ობიექტური მიზეზის გამო შეკრებას შემდეგ გახლავთ შაბათ-კვირა და შაბათ-კვირას მოსდევს ხარების დღესასწაული რომელზეც ჩვენ კომისიის სხდომას არ გავმართავთ ამ დროს ჩვენ მართლმადიდებლებმა ვიცით რომ ამბობენ რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამიტომ ჩვენ კომისიის სხდომა არ გვექნება და სამშაბათს 8 აპრილს დილიდანვე შევიკრიბებით მე გთავაზობთ რომ დაველოდოთ ბატონი გივით არგამაძის გამოხმაურებას ყველაფერი ხდება ცხოვრებაში შეიძლება ადამიანი ავად გახდეს შეიძლება ასე შემდეგ იყოს რაიმე ობიექტური მიზეზი თუ ასეთი მიზეზი სამშაბათამდე არ აღმოჩნდა ჩვენ სხდომის დასაწყისში ვიმსჯელებთ მის შემთხვევაზე და ვუყრით კენჭს მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს დღევანდელი სხდომა თუ სხვა განსხვავებული აზრი არ არის და კომისიის წევრებს არ აქვთ რაიმე სათქმელი დახურულად მინდა გამოვაცხადო და ყველა იმ ადამიანს ვინც ხელს გვიწყობს ვინც გვაშუქებს მინდა მადლობა გადავუხადო